ჯუთი, ბრავო კაპიტანს. ტომასი მიეცი ტომას აკაძე ტომასი ორი ქულა ესე თუ არ მოიგონა რამე ეს კაცი აგდებს ფევაძე ასე რაღაცა აი გერგილოთ როგორც იტყვიან იტყვენ და დაცვაშიც ძალიან ალი ეხმარება თესეუს ტომასი სწორედ კიდევ ერთი ახალი ლეგიონერი თესეუს 57 მარკით მეტების კოეფიციენტი 57 ტომასი შევიდა ხორცნა ჩაიანი ოპერაციებით შეძლეს მარგვეთის კალათბურთელებმა მეტოქის დამარცხება ამასობაში კაპიტანაშვილმა უნდა გადააგდოს არა ტომასი მოძებნა სამიანი მასი ფაკაძე ისევ ტომასი შევიდა ორნაბიჩი და სათადარიგოთა სკამზე გადასვლა ტომასი ტრიალში შევიდა ჩააგდო ოპა, კარგი. ეს ემოელია, ეს გამოვიდა არც. ვა, საინტერესოა. ტომასი აიწია და შედეგად ჩაითვლება. ტომასი. ბრინდაშვილი ბაშამი. სამერია უცბად რატომღაც სინცაძე ანიშნებს სად გაიხსნან პარტნიორები ტომასი დაუტრიალა და კარგად როჩიკიძეს აიწია გამოასწორა უცაისო შედარებით ანგარიშია კარგია ტომ პრობლემაში ვერ გავიდა და 22-23 წლების სეზონში თავად განსაჯე დანარჩენი აი ეს 15 წელში ბაშამი ტომასი იბაუ აღა მივადევნოთ ახლა თესეუს შეტევას შორეული ყორსნა და გაფრინდაშვილი ტომასი სამქულიანი ზუსტია 85 იმის წინააღმდეგ ფხაკაძე აღიმართა ბაშამის და საბოლოოდ დააკარგვინეს გუნდი ტომასი არის დააგვირგვინა ყველა ითამაშა გარკვეულით რომ ტომასი სამიანი ზუსტიძე გაფრინდაშვილთან გაითამაშა სამიანი არ ვარდება ტომასი კარგია მოხსნას და თავად ფრინდაშვილი გამოტანა ოთო ფხაკაძეზე და ტომას გადაულოცა უფლება რომელმაც ან სტატისტიკა რო გამოიკეთო ხო აი ფევაძესაც არ ჩავარდა აბრამმა კიდევ იბრძოლა და საბოლოოდ ტომას დარჩა ბურთი ფევაძე ენდვანით და ამის ხარჯი არის სწორედ ესე უწენი ტომასი სამქულიანი ვარდება და ბაშამი იყო კარგი ყურადღებით ჩაჭრა ეს გადაცემა და აბა ფევაძე შევიდა რა თქმა უნდა უკვე მასმზელთა ლიდერობა პეონტრე ტომასი შევიდა და აგდებს გაფრინდაშვილი შემდეგ ტომასი ვილიამსი უნდარიძეა ბლოკზე ისე ვილიამსი გაუშვა ვერ იყო რომ
სუფთად უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ ოპა, ტომასი. მას ხოლო სამი სამკულიანი. აქ ტომასი ჩააგდო ბრა. ლაშვილი სეუფაკაძე ტომასი კარგი რაცემა გააკეთა ტომასმა და დაუფასა. მიცინცაძე. ტომასი შევიდა. არ გადის ტომასი ყავლაშვილი უნდა ჩააგდოს და უჭერენ მხარს თესეულს გულშემატკივრები, რომლებიც მოსულები არიან დარბაზში და ბრიუშლი და ხელს. და იქ ტომ ვინ მოხსნა? ბაკინი. და ჩააგდო. ტომასი კარგი იყო ისი. მიც კარგი იყო. ერთადერთი პრობლემა დღევანდელ შეხვედრაში ჩემი აზრით ორივე გუნდს აქვს და კარგია ეს მაკინის. ინარჩუნეს გუნდს და ტომასი ესვრის. აუ ეს კულა რომელიც ჩააგდო მაზიაშვილმა და რატომაც არა შეუძლია ჩეჩელაშვილს თქოს აღარავინ გახელს, მაგრამ ვერ მოახერხა კალაჩი ტომასის შორეული. აბა ფევაძე კარგია ტომასი ჩააგდო. საძეს საფინდაშვილი ტომასი ჩავარდა. ნეიტრალურ გულშემატკივრებს, ნეიტრალურ მაყურებლებს, რომ დაბრუნდეს იმ ჩარჩოში. ტომასი არის სოლა შეუტია ჩააგდო. შეება ეს ბურთი ესეც მეცხრე მოხსნა ტომასი გაუშვა პერიმეტრიდან და ბაშამი კარგად აცხედოს ბაშამი თიმ შვენი საუბრობთ მე და ჩვენთან აყვანილი გამოსაზე რომ ესეულს ედგარი ამოუტანა ტომასის სამიანი დაიწყო, მაგრამ მეორე მეოთხედის მეორე ნახევრიდან დელტა გამოცოცხლდა. აქ შვენი თუმთან ეს არის უკვე სუპერლიგაში მე-6 შეხვედრა. მე-6 მე არ წამით 4. აბა უფ კარგი შესვლა შესანიშნავ. განხორციელებული მარგოც და ეს საჯარიმოები წაადგა გუნდს და აქ ბაშამი ხსნის ტომასი და გაფრინდაშვილი რა ტომასი სამკულიანი ძაძე ბურთით ტომასი აივიდა კიდე ეს ბურთი ჭკვიანურად ითამაშა ბაშამა და 2+1 რეალ ჩემპიონატისთვის ტომასი თუმცა თუ არ წავიდა ისეთ ლიგაში თქვათ მოთამაშე რომელშიც კიდე უფრო განვითარდება გაეკეთებინა აქცენტ. მოკლედ იმის გამო რომ გურჯაანის თავიდან თითქოს ცოტა ისე ჩანდა რომ მე მგონი კლემოსი ვერავა მაინც 40-ზე ძალიან რთულია 40 ქულის აღება ბრავო კალურად შეიძლება სურათი შეიცვალოს რომ უძახი თამაშიდან გამომდინარე ტომასი ჩააგდო დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს ქუთაისი და პირველი ტიტულიც მოიგო რომელიც ჩავიმაისურებით წარმოჩინა თქვენს მომენტისთვის სრულიად ლოგიკური ანგარიში დაბლოზე. ტომასი შევიდა ჩააგდო. გაფრინდაშვილი ტომასი აყენებს. შევიდა, ბრავო! მასთან წააგებს და ორბი წააგებს, მაშინ გავა მე-9-ზე და თუ მოიგებს ყველა ვარიანტში მე-9-ზე გადის. თავისთავად ბაშამი დაუტრიალ და მეტოქეს ტომასი ამჯერად ჩააგდო და ისია რჩება ეს ბურთი და გაეპარა დაცვაში ტომასი რომელმაც კარგა. კაკაძე ტომასი შევიდა ჩააგდო აი კარგა ბურთი.
საინტერესო მოთამაშე ჩანს ეს ტომასი. აქ ბრავო ფევაძე. გარვარდება მოხსნა ცინცაძე. მეხუთე მოხსნა ცინცაძეს. ტომასი მეათე ამჯერად ქულა. ჩა ერთი შეხვედრა და ამით ორბი გავიდა ნახევარფინალში, მაშინაც თესეულ ნახევარი გუნდით იყო. ტომასი კარგია. ცინცაძე კარგი გადაცემა ისიანზე ამოუტანა ტომასმა გაუჩა და აკაძე რესროლა ტომასი ტომჩელაშვილი საფასუხოდ აქ წუნი ტექნიკური და ეს უნდა ჩააგდოს. გოლებს 39 აბა ტომასი აი ესე იანს ვარც მიაღწია და როგორც იქნა დასრულდა გვალვა გურჯაანის შემადგენლობაში და ჩააგდეს ფულები. ერთგვარსაც გავდა რაღაცით აქ რა იყო ფევაძე ისევ იქით-აქეთ და აქეთაც აბრამა შემდეგ ტომასი შევიდა ჩააგდო ძრებული ავამის წინააღმდეგ ცინცაძეის ჩამოიტოვა გაიტანა კალ პოზიციაზე ტომასი კარგი გადაცემა ფარფეშ ება გაუშვა საშუალო დისტანციიდან არ ჩავარდა ძალიან ცუდად ახტა სოსელია ცოტა გრაუნდარიზენბურგი ბრენჩლი ზოლაბუს მაგრამ აი შემდეგ რა იქნება ეს არის უკვე საკითხავი იმ ფონზე რა არ ჩავარდა აკაძე ტომასი და პირველ ტაიმში მეორე ტაიმში ეს არის პირველი ქულები. ტომასი შევიდა მაგარესროლა რა გააკეთა ვერმუთი ტომასი აი ვინ ესროლა და ვინ ჩააგდო და ისიანის ბლოკი იყო ეს გამეორებაა საჭირო ფევაძე და წლებში შეძლო თესეუმ საქართველოს თასის მოგება ისე სამი გზის ფლობელია. ცინცაძე მოუტანა ბურთი ტომას შემდეგ კარგი პასი ისიანზე და დამება გამოტანა და სამნიშნავი კომბინაცია და გაათამაშეს ხო ეთამაშება ფილი თანაგუნდელები ფევაძე არ ჩავარდა ტომასი ჩავარდა ტომასი ბრავო ტომასი ქულით 90-97 და აქ ტომას მივადევნო თვალი, ვარდება რაღაცება იყო, მაგრამ გაიმორჩილა ბურთი და დატოვა მოიცვალეში გაფრთხილება, რადგან ტომასი სამიანი საფეხბურთო ტომასი შვენიერია და ენდვანი პირატესო რა თქმა უნდა თავის დარბაზია, თუმცა მარტო ხამის იმედზეც ვერ იქნებიან. როდესაც ბაშამა ძალიან ბევრი საჯარი მოწესრიგება გააფუჭა და ეხლა ისინი თავად გაუშვა სამიანი და სამი და 25 წამი რჩება მეოთხედის დასრულება მასი ხაკაძე და ბოლომდე კარგი შესვლა კარგი მაგრამ არ გავიდა. ველინგტონი, პერი და კიდევ ერთხელ მალე გამოჯამთელება სუსურლო თევას და პარკეტზე ტომასი ისიანი კარგი გათამაშება აუცილებლად არ ჩავარდა ეხლა ტომასი რა კონტაქტი იპოვა ბრავო ტომასი ისიანი და მარტივი ორი ქულა კარგად ლეონიძე ტომასი ზუსტია ტომასი და 10-57 უკვე 16 ქულა აქვს მაუინ საფასუხოდ